გამოვაცხოთ შოკოლადის კექსი. კექსი გამოდის საოცრად ფაფუკი, ნოტიო და ძალიან გემრიელი. გამოვიყენე 4 საშუალო კვერცხი. მე გულები და ცილა განვაცალკევე, ცილა მოვაქციე ცალკე თასში და დროებით გადავდგათ გვერდზე. კვერცხის გულებს დავაყარე შაქრის საერთო რაოდენობიდან 5 სუფრის კოვზი. სულ გამოვიყენებთ 220 გრამ შაქარს. ეს არის 12 სუფრის კოვზი და აქედან ვაყრი 5 სუფრის კოვს. დავამატოთ მწიკვი მარილი და გავთქვიფოთ. თქვეფავთ გათეთრებამდე, შაქარი ნაწილობრივ მაინც უნდა გადნეს და მასა გათეთრდეს. შეგიძლიათ კვერცხი და შაქარი ერთნაირად გათქვიფოთ, თუ ძლიერი მიქსერი გაქვთ, თუმცა რაც უფრო კარგად არის გათქვეფილი, უფრო ფაფუკი კექსი გამოდის. ამიტომაც მე ცალკე გავთქვეფავ ცილას. დავამატე 160 მილილიტრი თბილი რძე. მიქსერი მაქვს დაბალ სიჩქარეზე. რძეს ვამატებ ნაწილ-ნაწილ. თბილი რძე დაეხმარება შაქარს უკეთესად გადნობაში. ბოლოს ხის ან სილიკონის კოვზით აი ესე გვერდებზეც და ფსკერზეც კარგად მოვურიოთ. ეს გადავდგათ გვერდზე და ჩვენი გადანახული 4 კვერცხის ცილა მოვათავსოთ ცალკე თასში. მოვაყაროთ მწიკვი მარილი, აქვე გვაქვს დარჩენილი შაქარიც და დავიწყოთ გათქვეფა. ცილას თქვეფაში დავამატოთ ცოტა ლიმონის წვენი. გავაგრძელოთ გათქვეფა. ცილა კარგად უნდა გათეთრდეს და გამყარდეს. დავიწყე დარჩენილი შაქრის დამატება. შაქარი 2-3 პორციად დავამატე, თან გავთქვიფოთ. კარგად უნდა გამყარდეს ცილა. აი ასეთი უნდა გამოვიდეს. გათქვეფილი კვერცხის გულები და რძე გადმოვდგათ, კარგად ამოვურიოთ ფსკერზე, რომ ერთგვაროვანი გახდეს. დავიწყოთ ცილის გათქვეფა, თან პერიოდულად ვამატოთ ეს გათქვეფილი კვერცხის გულები. ვთქვებავთ დაბალ სიჩქარეზე. როგორც კი გათქვეფილ კვერცხის გულებს ჩავასხამთ, მაშინვე ვასხამთ 130 გრამ ზეთსაც. ვამატებ ვანილს. 160 გრამ ფქვილს ვამატებ 40 გრამ კაკაოს ფხვნილს. აქვე ვამატებ 1 სავსე ჩაის კოვს გამაფხვიერებელს. ეს ფქვილის და კაკაოს ნარევი დავაცრათ კვერცხიან მასას. მე მიქსერით გავთქვეფავ, დაბალ სიჩქარეზე ვთქვეფავთ, საკმარისია ფქვილი კარგად შეერიოს კვერცხის მასას. უნდა მივიღოთ აი ასეთი დასასხმელი ცომი. ბოლოში ყოველთვის აქაც სილიკონის ან ხის კოვზით კარგად ამოვურიოთ ფსკერზე განსაკუთრებით, რომ დავწმუნდეთ, რამდენად ერთგვაროვანი ცომი გვაქვს. ეს ცომი შეგიძლიათ გამოვაცხოთ კექსის ნებისმიერ ფორმაში. მე გამოვაცხობ მარეგულირებელ ფორმაში, რომელსაც დავაყანებ დიამეტრით 20 სანტიმეტრიანს. ამ ფორმას ქვევით აუცილებლად მყარი სინი სჭირდება. დავაფინე ორმაგი ალუმინის ქაღალდი და შემოვახვიე ფორმას. ფორმაში კი ჩავაფინე მრგვალი საცხობი ქაღალდი. ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ჯერ 10 წუთი 170 გრადუსზე გამოვაცხე, შემდეგ დავუწიე ტემპერატურას 160 გრადუსამდე და ვაცხე მზაობამდე. სანამ კექსი ცხება, მოვადუღოთ სიროფი. 50 გრამი შოკოლადი ასე დავაქუცმაცე, დავამატე 2 სუფრის კოვზი შაქარი და დავასხე 180 მილილიტრი მდუღარე რძე. უფრო სწორედ შინაურ რძეს მოვხადე ნაღები, ავადუღე და ის დავასხი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ 20%-იანი ნაღები ან მაღალპროცენტიანი რძე. ეს შოკოლადი უნდა გავადნოთ ცხელ რძეში ან ნაღებში და გადავდგათ გვერდზე გამოყენებამდე სრულად უნდა გაცივდეს. ამ
ამასობაში გამოცხვა ჩვენი კექსიც, აი ესე ჭხირზე უნდა გავსინჯოთ და ჭხირი აუცილებლად მშრალი უნდა გამოვიდეს. იმდენ უნდა ვაცხოთ, სანამ ჭხირი არ იქნება მშრალი. ასე კექსი არასდროს არ ჩავარდება. ცხელ კექს უნდა დავასხათ ცივი სიროფი. სიროფის დასხმამდე აი ესე დავჩხვლიტოთ, რომ სიროფი თანაბრად შეიწოვოს. დავიწყებ ჯერ კოვზით დასხმას, შემდეგ კი მთლიან სიროფს დავასხამთ. ეს სიროფი ნუ შეგაშინებთ, ამათ 2 წუთში შეიწოვს. თუმცა უნდა დავტოვოთ რამოდენიმე წუთი, რომ ცოტა შეგრილდეს და გამყარდეს. თუმცა დიდი ხანით ნუ დატოვებთ, სრულ გაციებისთვის უნდა გადმოვიტანოთ სეტკაზე. კექსი არის საკმაოდ სათუთი, აი ესეთი ძალიან ნოტიო და რბილი, ამიტომ ფრთხილად გადმოვიტანოთ სეტკაზე და დავტოვოთ სრულ გაციებამდე. ნახეთ რა საოცარი კექსი გამოვიდა, აი ესეთი ძალიან ნოტიო და ძალიან ფუმფულა ჩანს. ორთქლზე გავადნე მე ეს შოკოლადი ისევ, რომელსაც არაქისი თუ თხილია გარეული და თავის თხილიანად უნდა გადავასხათ, ძალიან გემრიელი გამომივა. ზოგადად შოკოლადის ღილებს ვიყენებთ ხოლმე გასადნობად. ასე მზა შოკოლადს თუ უცნობი შოკოლადია, აუცილებლად 1 ცალი გაადნეთ და დარწმუნდით, რომ ის სითბოზე დნება. ჩემი შოკოლადი მე ორთქლზე გავადნე და 3-4 სუფრის კოვზი რძედ დავამატე. აი ესე გადავასხი მთელ ზედაპირზე და ეს დავტოვოთ, რომ შოკოლადი ცოტა გაცივდეს და მომაგრდება. შოკოლადი რო გაცივდება, დავჭრათ და დავაგემოვნოთ. საოცრად რბილი, ნოტიო და ძალიან არომატული კექსი გამოგვივიდა. აი ნახეთ როგორია. გადმოვიტანოთ თეფშზე და დავაგემოვნოთ კიდეც. სასწაულია აუცილებლად გამოაცხეთ, ძალიან მოგიწონებათ. მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ახალი რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.